დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა არც ისე ხანგრძლივი, მაგრამ ერთ კონკრეტულ თემისადმი მიწვეული ბრიფინგი. აი ამ რამდენიმე წუთიან გამოსვლაში ირაკლი კობახიძემ დაახლოებით 27-ჯერ თუ 28-ჯერ ახსენა ბიძინა ივანიშვილი და რა თქმა უნდა მხოლოდ დადებით კონტექსტში და იყო ერთი ფრაზა საინტერესო, მან პოლიტიკის გროსმაისტერი უწოდა ბიძინა ივანიშვილს და მე ხა შემოგთავაზებ სწორედ ამ მონაკვეთს, სადაც ის ამ ეპითეტით ამკობს ქართული ოცნების დამფუძნებელს და მე გავაგრძელებთ უკვე ამ თემაზე, ზოგადად ქართული ოცნების 14 წლიან მმართველობაზე საუბარს. Რამდენჯერმე თქვი და ერთხელ კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა. მისი პოლიტიკური წონა სწორედ ამ ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება: გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს. სწორედ ამ ორმა თვისებამ შეაძლებინა მას 2012 წელს ის, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა. გროსმეისტერულად ჩამოეშორებინა ძალაუფლებას უცხოური აგენტურა, რომელსაც ქვეყნის გარედან ყოველგვარ ძალადობაზე მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული. მას შემდეგ 14 წელიწადზე მეტი გავიდა და ეს ნდობა კიდევ უფრო გამტკიცდა ისევ და ისევ იმით, რომ ამ ურთულეს წლებში სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინტელექტმა და უკომპრომისო პატრიოტიზმმა საქართველოს მრავალი ურთულესი წინააღმდეგობის გადალახვის შესაძლებლობა მისცა. ნდობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, ანუ 2012 წლის მერეო ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნდობა ქართული ოცნებისადმი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და ეს ყველაფერი არის დამოკიდებული გამტერობებული გროსმაისტერული უნარებით, რაც გააჩნია ქართული ოცნების დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს, ეს არის კობახიძის შეფასება. აი რამდენად შეიძლება დავეთანხმოთ, რომ რა ვიცი, ააყოლა თურმე ქართულმა ოცნებამ ქვეყანა და ისევ ამ პრინციპებით გაგრძელდება ქვეყნის მართვა. რაც შეეხება ამ 14 წლის წარმატებებს, ჩვენ შეგვიძლია ყველა სახში შევიდეთ და გამოვაღოთ მათი ვარ. ძალიან მარტივად ვიძახი რა. და ვნახოთ მოვალეთა რეესტრი. სიტყვაზე ვიძახი რა, აი ბანკში რამდენი ვალი აქვს. ვნახოთ მოსახლეობის რაოდენობა, რამდენი კაცია გასული, რომ აი აქ შიმშილისგან გადაარჩინოს თავისი ოჯახი და ოჯახის წევრები. ზოგი ოჯახები მთლიანად არიან წასულები, რომელიც ჩემი აზრით დაკარგულია საქართველოსთვის, იმიტომ რომ ოჯახი რომ მიდის და პატარა ბავშვი რომ მიყავს ახალგაზრდა ოჯახს, ხო? პატარა შვილები რომ მიყავს, იქ რო ზდის, სანამ იქ ფეხს მოიკიდებს, სანამ გაიზრდა, ის უკვე შენთან აღარ დაბრუნდება, იქ უკვე რომ მოიწყობს ცხოვრებას. აქ მე ვისაც ჩემ სამეგობროს წაყვანილი ყავს თავისი ოჯახები და იქ გაზარდა შვილები, ქართულად ვერც ლაპარაკობენ. ის აქ აღარ დაგიბრუნდება. ეს გენოფონდი ჩვენთვის დაკარგულია ფაქტობრივად რა. დაკარგული არა და უნიჭიერესი და ულამაზესი გენოფონდი. ეხლა რო გადახედო ეკონომიური თვალსაზრისით, ჩვენ ვალები მოგვემატა, საგარეო ვალი მოგვემატა, შიდა ვალი მოგვემატა, ხელფასები არ გაზრდილა, ну თუ არ ჩავთვლით ეხლა თავიანთ ხელფასებს რა, ხუთ მაგდა მე მგონი და მოსახლეობის ხელფასები ხო არ გაიზარდა. ვიღაცას აგერ სუპერმარკეტის ქსელის მეპატრონე, ვიღაცა ხო, ამათიანი არ არის, აბა თუ არ არის ამათიანი, რატო არის? თუ ნაციონალია, ხო რატო არის? იმიტომ რომ აუცილებლად ნახავ, ის კი არა რომ ნახა ნაციონალია, იმიტომ აუცილებლად ნახავ რომ წართმეული ბიზნესისაა თაკ ეს ქსელი. აი თუნდაც აგერის გალფი, მალფი, რა ვიცი, აი სულ კეზერაშვილის ფული ტრიალებს ამ საქართველოში რა. კეზერაშვილის მოპარული ფული ჯარი რო გაძარცვა რა. აი მაგ ფული ტრიალებს და ის ფული რომელიც ყოფილმა ნაცების დროს პროკურორი რო იყო, რაგვარი ადეიშვილმა წაიღო. ის ფული ტრიალებს აქ. მე თუ ვიცი ხა არავინ არ იცის ხა მაგი როგორ არის? ხო? ძალიან მარტივია მშენებლობებში, აი მივიდეთ დეველოპერებთან, სადაც გინდა მივიდეთ. ვინ არიან ყოფილი მაღალჩინოსნები ნაცების, ხო? ანუ ვინც ებრძოდა იმ ნაციონალურ მოძრაობას, ის ხალხი ფაქტობრივად დატოვეს აესე მშივრები, რომ სხვა გზა არ დაუტოვეს, რომ წასულიყვნენ საზღვარგარეთ, რომ ოჯახი შიმშილისაგან გადაერჩინა. მე ხა 24 კაცი დაგვიჭირეს ნაციონალური მოძრაობის დროს. და 10 კაცი თავის ოჯახებიანად წასული. ერთი ოჯახის 6 შვილი წაიყვანა და წავიდა. უნიჭიერესი ბავშვი. იმიტომ რომ შიმშილით რო არ დაეხუცულიყვნენ აქ. ეხლა წარმატებებზე როცა ვლაპარაკობთ რა,
ჩვენ ეხა ეს რაღაცა ფურცელზე დაწერილი რომელიღაცა ორგანიზაციის ის რაღაცა რომ მოგაკ. ის კი არ მაინტერესებს, ის რაში მაინტერესებს მე ცოტა მე ვფიქრობ რომ აი ეს გამოპროპაგანდირებული ხალხი ცოტა უნდა გონზე მოვიდეს და გადახედოს თავის მეზობელს, რატო არ არის ის მეზობელი, სად არის წასული? დიდი ხანია რო არ უნახია, ესე იგი საზღვარგარეთ არის წასული. მე გადახედოს უბანს და ბირჟას, ცოტა რომ გაშავდა ეს ბირჟა რა. განაცისფრდა კი არა, გაშავდა. ვიღაცა მიგრანტებიც არ ვიცი ვინ არიან რა. ყველა უბანში უკვე იმდენი არიან, მარტო მე ვამჩნევ ამ ავტობუსის გაჩერებაზე ამ ხალხს თუ სხვაებიც მე ვერ გავიგე რა. მე ციფრები გამომაქვს, რომ ჰაერში არ ვილაპარაკო, რომ რატო არის აცდენა ქართული ოცნების აი ამ შეფასებასა და საკუთარი თავით ტკბობაში და რეალობაში. აი ეს არის მეგობრებო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ვებგვერდი. 2019 წლის მერე საქართველოში არ ყოფილა დადებითი ბალანსი. ანუ 2020, 21, 22, 23, 26-ის მონაცემი არ არის. უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. მაგალითად 2020-ში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა იყო 46520. გარდაიცვალა 50527. ნუ აი ამ 1000-ების მერე რაც არის, იმას აღარ წავიკითხავ. 21-ში დაიბადა 45000, გარდაიცვალა 59000. რამდენით მეტია ხო ხდები? თითქმის 15000. 2022-ში დაიბადა 42000, გარდაიცვალა 59000. 23-ში დაიბადა 40000, გარდაიცვალა 42000. 24-ში დაიბადა 39000, გარდაიცვალა 43000. 25-ში დაიბადა 37000, გარდაიცვალა 44000. ანუ ხო ეხა ქორწინება განქორწინება 2020-ში იყო 16000 ქორწინება, იყო 7000 განქორწინება 20 შემდეგ წლებში. აი შეხედეთ უბრალოდ ამ ციფრებს რა თითქმის ნახევარზე მეტი ქორწინება, აი რომ აი მაგალითად ბოლო მონაცემი ავიღოთ 2025 წლის 2025 წელს 26-ის არ ნახევარზე მეტი დაინგრა 22285 ქორწინება იყო და 13173 განქორწინება, ნახევარზე მეტი მიგრანტთა და იმიგრანტთა რაოდენობა. ის შეაფასეთ მეგობრებო, რამდენი შემოვიდა, რამდენი გავიდა. აი სექტორიანობა, შობადობის დისბალანსი ხო არის, მაგრამ მოსახლეობა იზრდება. ანუ იმაზე მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა, იმაზე მეტი გავიდა ქვეყნიდან დაბრუნდა, მაგრამ მოსახლეობა გაიზარდა. ჩანაცვლება მიმდინარეობს ფაქტიურად. აი ეს არის მეგობრებო, აი ეს ციფრებია, ამას მიაქციეთ. აი ეს მონაცემები გვაქვს, ეს მდგომარეობა გვაქვს. გამოდის მთავრობის მეთაური და გვეუბნება რომ გროსმაისტერიაო ჩვენი ბატონი ბიძინაო და ბიჭო ციფრებში ხო უნდა ისახებოდეს. ეს ყველაფერი რაღაცაში ხო უნდა ჩანდეს. რაში ჩანს? რა მიმართულებით გვაქვს წინსვლა? ჯაბა, მთავრობის მეთაურის ბრალი არ არის ეს. გამოვა, რა თქმა უნდა, მთავრობის მეთაური და ისეთ რაღაცებს იტყვის, რაც თავისთვის სასიკეთოა რა. ეს ჩვენი ბრალია ყველას, აბსოლუტურად. თითეული ადამიანის ბრალია ის, რასაც ეხლა კადრულობს კობახიძე, ის, რასაც თუნდაც ფასებთან მიმართებაში იკადრა და თუნდაც რასაც რატყუილებსაც იძახის ტელეეთერებიდან. ეს ყველასი ჩვენი ერთად აღებულის ბრალია რა. გამომდინარე იქიდან რომ ადამიანი უყურებს სტატისტიკაა ხო? ეს ხო ციფრებია. ადამიანი ამ სტატისტიკას რო შეხედავს და ამ სტატისტიკას რო გაიაზრებს, გაითავისებს და თავის დასკვნებს გამოიტანს და მე დაჯდება რომ უი არა ევროკავშირში მინდა მე შესვლა მაინც გაიგე ანუ პრობლემებზე კი არ ფიქრობენ ანუ ამ ქვეყანაში აი ხანდახან მგონია ხოლმე რომ ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს ეს ხალხი აი დროებით არიან რაღაც ჩემოდნებზე ზიან და ჰოპ ევროკავშირში შევედით და სადღაც გადახტებიან ამ თავის ჩემოდნებიანად რა არა და უყურებ რომ ქვეყანა იღუპება ანუ ჩვენ მოსახლეობას სხვა ერები ანაცვლებენ ფაქტიურად არის სწორი თქვა თქვენმა წინა გამოსვლით მეც ვამჩნევ ამას კაცო მე ყველა უბანში და აბსოლუტურად ყველა გაჩერებაზე სულ ფერატკანიანი და სულ სხვა ეროვნების ხალხი დგას კაცო მე პირველ რიგში ამ ქვეყანაში მინდა ცხოვრება და მე ხა იმ საზოგადოებას მიმართავ ვისაც აქ გვინდა ცხოვრება ამ ქვეყანაში ვისაც ამ ქვეყანაში გვინდა ნორმალური ცხოვრება ის ხალხი უნდა ის ხალხი თუ არ გამოფხიზ და ჯაბა ის რაღაც ბირთვი 40% ვართ 30% ვართ თუ რაც ვართ დარჩენილი ის მოსახლეობის რომლებიც ანუ ამათ ტყუილებში აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ წლებია უკვე ამათ ტყუილებს უყურებთ უბრალოდ ვიბრძვით სხვა რაც შეგვიძლია იმას ვაკეთებთ ეს ბირთვი ერთად თუ არ შეიკრა
ეს 30%-იანი 40% ღმერთმა ქნას 60% ვიყოთ, მაგრამ ძალიან მეეჭვება, რასაც უყურებ ეხლა მე ოცნების ფლანგს და რასაც უყურებ ეხლა მე მეორე ფლანგს, ძალიან მეეჭვება, რომ რაღაცა 70%-იანი აქეთ ხალხი ვიყოთ დარჩენილი. რაღაც 30-40% ვარ დარჩენილი იმ ადამიანების, რომლებსაც ხელში ამოუვიდა ეს ყველაფერი რა. სხვა რეალობას უყურებ, სხვა რეალობას გვეუბნებიან ტელეეთერებიდან, გვიხსნიან ტელეეთერებიდან. ანუ ამას ადამიანი როგორ უნდა მიხვდეს? შენ თავზე ვერ გძნობ, რომ ანუ შენი ცხოვრება წინ არ წავიდა. ხელფასი არ მოგემატა, ფასები გაიზარდა, აბსოლუტურად ყველაფერი გავორმაგდა, ჯარიმები გავორმაგდა. პატიმრების რაოდენობით ნაცებს გადაასწრეს 4000-ით. ანუ სტრატეგიული პარტნიორი არ ყავს, საში ვართ გამოკიდებული. ხან ვის მიადგნენ, ხან ეხლა ჩინეთთან გაუგზავნია ყაველაშვილს წერილი, ეხლა იმის იმედია. ანუ ფაქტიურად დარეულები არიან, დღე როგორ გადააგორონ, იმაზე არიან ორიენტირებული. ხო და იღვრებიან ბიძინა ივანიშვილის მადლობების ხდით. ანუ შენ რა აქედან სარგებელი, შენ თავს ხო უნდა დაუსვა ადამიანო, რომ ანუ ესე გაგრძელდება ეს. ანუ 4 წლის წინ, 8 წლის წინ წინასაარჩევნოდ ამოიღოს ამ ხალხმა რა დაპირებებს იძლეოდნენ. ამოიღოს ამ ხალხმა ბატონი ბიძინა ივანიშვილი თავის პირით გამოდიოდა, როცა უჭირდა, ყოველთვის ის გამოდიოდა მე ამათ როცა გაუჭირდებოდა და ერთმანეთში დაირივნებოდნენ, ძლივს ალაგებდა მე რაღაცებს. თავის პირით იძახდა, რომ მორჩა ხვალიდან ხმა მომეცით და ნაციონალური მოძრაობა დამთავრდება. აგერ ხედავთ, რომ ეხლა გადააკეთეს ყველაფერი, იმიტომ ვიძახდი 2012 წელს დააბრუნეს ქართული ოცნების ამომრჩეველი, ისევ თავარი ოპოზიციური ძალა ესენი არიან რა. ამიტომ ვიძახი, რომ ამ ხალხი თუ რაღაცა ბირთვი არ გამოეყო ამათ, თუ იქ ნაცების ამომრჩევლებმა რაღაცა ნაწილმა არ თქვა, რომ წადით ერთი თქვენიც და თუ აქეთ ოცნების ამომრჩევლებმა არ თქვა, წადი ერთი თქვენიც და თქვენი ტყუილების, ანუ ეს ბირთვი არ გაერთიანდა სხვა პოლიტიკურ ძალასთან და ეს პოლიტიკური ძალა არ გახდა ზუსტად იმ დანაშაულების და ტყუილების, ესე ვთქვათ, სააშკარაოზე გამომტანი, რასაც ესენი ჩადიან, სხვანაირად ესე გაგრძელდება, ჯაბა მე ამ ხალხს და ჩვენ ქვეყნის მაცხოვრებელს მინდა მიმართო, რომ სხვანაირად სულ ესე გაგრძელდება. აგერ მოვა 2028 წელი, ჩვენ ყველა კარგად ვნახავთ და აფუსფუსდებიან ოცნების აგიტატორები, იქით ნაცების აგიტატორები დააჯერებენ თავის ამორჩევლებს, აი ხათ მოვდივართ ჩვენ ხელისუფლებაში და ჩვენ მოგვეცით ხმა, ოცნების ამორჩევლებს დააჯერებენ ქართული ოცნება, რომ ვაიმე ესენი მოდიან ხელისუფლებაში და აბა ეხლა ამუშავდით, აბა ძველი გვარდია, აბა ვიღაცის მამიდაშვილი, აბა ვიღაცის ძველი დეიდაშვილი და ანუ და დაიწყება ერთი ამბავი, დაიწერენ ისევ თავის პროცენტებს, გააგრძელდება ისევ. ესე ხო არ შეიძლება ხალხო, ანუ ევროპებს რო ვედრებით, ჯაბა და ევროპელებს რო ვედრებით, ხო? აი მაგალითად სოციალურ მოთხოვნების აქცია ქონდა დაანონსებული, დავაანონსეს ეს აქცია, გავედით, არ გამოვიდა ხალხი. ანუ ევროპას როცა ედრები, ნახე გადახედე მაინცა ევროპაში როგორ ხდება, ხო? საერთოდ არ ადარდებთ იქ მთავრობაში ვინ არის და ვის მისცე ხმა. გაიზარდა ფასი, გამოდის ის კაცი და დგას და აპროტესტებს, გამიგე? და იძულებულია შემდეგ ის მთავრობა, რომ რაღაც იღონოს და დააკლოს ფასი. თუ არ გახვედი და თუ არ უთხარი, ეხლა აი გამიხარდა, რომ იმ ბავშვებს ეხა იმ წამლით დაეხმარებიან, დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს წამლით დაეხმარებიან, იმიტომ რომ ყველაფერს აზრი აქვს, ჯაბა, ანუ ერთად დგომას, რაღაც პროცესის პროტესტს, რაღაცის გაპროტესტებას, თუ ჩვენ ვიჯექით სახლებში და ქართულმა ოცნებამ 80% დაიწერა, ნუ ეხა ისინიც ადამიანები არიან, იფიქრებენ, რომ ამათ ყველაფერი რიგზეა, თქვა, საერთოდ წუხილი არ აქვს, დარდი არ აქვს, გადა ბენზინს გაუძდი თუ პურს გააძვირებ თუ წამალს გაუძვირებ, იტანენ ყველაფერს, ესე იგი აქვს შემოსავლები, კაცო და ყოველდღე გამოდიან და ტრაბახობენ, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ვისთან მიმართებაში ან რასთან მიმართებაში გვაქვს ეს ეკონომიკური ზრდა. ანუ ჩვენი ფულებით რო ბიუჯეტი შეავსეს და რო ემატება და რაც უფრო მეც ხაფავენ ჩვენიდან და იმით რო ბიუჯეტს ყოველწლიურად ზდიან, ეს არის ეკონომიკური ზრდა. ანუ მე ვერ ხვდები, ანუ ბიზნესმენი და რეალური ინვესტიცია აქ არ ჩამოყავთ, მარტო მშენებლობაა. აბსოლუტურად გადაშენდა მთელი ქალაქი, გადაბეტონდა მთელი ქალაქი, შედით ახალაშენებულ კორპუსებში, აი სტატისტიკა ჩაატარეთ, აი ახალაშენებული კორპუსი აშენდა და სტატისტიკურად რამდენი მაცხოვრებელი იქნება ქართველი და რამდენი მაცხოვრებელზე იქნება გაყიდული უცხოელზე ბინა. ანუ ერთ-ერთი ჩემი მეგობარი მეუბნეოდა, ეხა არ დავასახელებ, რა თქმა უნდა, ვინ არის, რომელსაც შეხება აქვს, ანუ ამ ურთიერთობა აქვს სამშენებლო კომპანიებთან, ჰაერია უბრალოდ ჯერ დაწყებული, ჰაერია დაწყებული და 80% უცხოელებს აქვს უკვე ნაყიდი.
ანუ დაბევებული ბინები აქვთ უკვე ნაყიდი ჯაბა გესმის? ანუ ცალკე კორპუსებს ყიდულობენ უკვე და ანუ ვისთვის აშენებენ ამ სახლებს? შენი სტატისტიკა არ იყოს, ანუ გადის ხალხი, იმაზე მე შემოდის, ქართველი შემოდის ვინმე? მე ვისაც ვიცნობ და ვინც არის, გინდა ევროპაში, გინდა რუსეთში, გინდა სხვა ქვეყანაში, ყველა იძახის მან რა ჩამომიყვანს. ვიღაცებს მიყიდეს ქვეყანა ფაქტიურად რამოდენიმე ადამიანს და ის რამოდენიმე ადამიანის მართველობა და კლანების ბრძოლას უყურებთ 24 საათი. ყოველ არჩევნებზე წლიდან წლამდე უყურებთ ვიღაცის კლანი ებრძვის ვიღაცის კლანს. ვიღაცის ერთი კლანი ებრძვის მეორე კლანს. ხო და ამიტომ ჩემო კარგებო, ჩემო ქართველებო, დაანებეთ ერთჯერადად ფულის აღებას თავი. დაანებეთ იმაზე ფიქრს თავი, რომ ვაიმე ამას ხმარო მივცე სამსახურიდან გამომაგდებენ. დაანებეთ ხო სოციალურის მომიხსნიან იმაზე ფიქრს თავი. ანუ სოციალური რაში გჭირდება, როდესაც ჯანმრთელი ერთი არ მოუხსნიან და ვერ მოუხსნიან. კი, ჯერ ეს ერთი და მეორე ისეთ ადამიანებს აქვს სოციალურები დანიშნული ჯაბა რომ ნორმალური სახელმწიფო რო ვიყოთ იმ ადამიანს სოციალური რა თუნდა ვისაც მართლა სოციალური უნდა დაუნიშნო იმის დაუმატე იმას და გაორმაგებული მიეცი და ამ ადამიანს ისეთი სამუშაო პირობები შეუქმენი რომ რა სოციალური ხელფასი მიეცი ისეთი რომლითაც ადამიანი თვითონ გადაირჩენს თავს გესმის ანუ მაგრამ დაჭერილი ყავთ ეს ხალხი გესმის არჩევნების წინ ამ სოციალურებს ცალკე ამწყრივებენ პოლიციას ცალკე ამწყრივებენ, ჯარს ცალკე ამწყრივებენ, ყველას ესე აბსოლუტურად და ეს გამოვიდა უკვე შენი 30% მთელი მოსახლეობის. ფულს დახარჯავენ, დაემატა კიდე 20% და გადააბიჯეს ყვარს. всё, ამით მორჩა დამთავრდა 4 წელი ჩაიდეს ჯიბეში, 4 წელი მოდი ვაკეთოთ ის, რაც ჩვენ გვინდა. ესე მიდის ყველაფერი, ხო და ერთხელ და სამუდამო ცვლილებები ყოველთვის საჭიროა რა, ანუ არ შეიძლება რომ ადამიანის წრეს დაუჭირო მხარი და პარტიას დაუჭირო მხარი, მოვიდეს ის პარტია შემდეგ ხელისუფლებაში და იმაზე უარესის კეთება დაიწყოს ვიდრე იყო. ანუ თვითმკვლელი პარტია უნდა იყოს და ის პარტია პირველივე წელს მიიღებს უკუჩვენებას და იმ შედეგებს, რა შედეგებითაც ფაქტიურად თვითმკვლელობაზე წავა. ამიტომ მე საზოგადოებას მინდა მიმართო, რომ ესე 14 წელი და უკვე ბევრია და ესე ერთ პიროვნული მართლობით და ერთი პარტიის მართლობით ზუსტად ისე წავალთ, როგორც ვართ ახლა. შეიძლება უკან წავიდეთ, მაგრამ წინ ვერ წავალთ. ანუ მეტის გაკეთება არ შეუძლიათ. ამ ადამიანებმა